აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით ვალერი არქანიეს სახელობის არტ-გალერეაში ქართული კულტურის ცენტრის მიერ გადაღებული კლიპის აფხაზეთის საქართველოა პრეზენტაცია გაიმართა. პარალელურად ქართული სამოსის გამოფენა მოეწყო, ხოლო საღამო მუსიკალურად გოგონათა ფოლკლორულმა ანსამბლმა გუმბათმა გააფორმა. ქართული დიასპორის მხრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მსგავსი ღონისძიება 1 ოქტომბერს გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას და მეგობრული კავშირების აღდგენას. შევიკრიბეთ ძალიან სასიამოვნო იდეის ირგვლივ. ეს გახლავთ ქართული კულტურის ცენტრი მოღვაწე ამერიკაში, რომელიც 1 ოქტომბერს ნიუ-ჯერსიში ძალიან დიდ მასშტაბურ კონცერტს მართავს, რომელიც სახელწოდება არის აფხაზეთი საქართველოა და ამ დღისთვის სპეციალურად შეიქმნა კლიპი. ამ კლიპის პრეზენტაციას დავესწარით და ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური იყო იმ ახალგაზრდების ნახვა, რომლებიც სამშობლოს მოწყვეტილები არიან, იზრდებიან ამერიკაში და იქაური პეიზაჟის ფონზე დგანან და იძახიან, რომ აფხაზეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ის თაობა არის, რომლებსაც ადრე თუ გვიან მოუწევთ თავის თანატოლ აფხაზებთან შეხვედრა, გაერთიანება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ჩვენი ისტორიული ასეთი მნიშვნელოვანი წარსულის შესახებ იცოდნენ. აი ეს დღე 1 ოქტომბერი იქნება ხიდი ამერიკელ ემიგრანტებსა და აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზ მეგობრებს შორის. ჩვენ გვინდა მათ მივაწვდინოთ ხმა, რომ ჩვენ ვამბობთ ხმამ ახლა აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ გვინდა იმ ადგილას დაბრუნება, სადაც ჩვენ დავტოვეთ სახლები 30 წლის წინ. ოღონდ ჩვენს აფხაზ მეგობრებთან ერთად.